მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას აკრიტიკებს მესამე პრეზიდენტმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე პარტია ლელოს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პარტია ახალს კი ძმები გილაურების ბიზნეს პროექტი უწოდა. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პარტია ნაციონალური მოძრაობის ელექტორატის ჩამოსაშლელად შეიქმნა. რუსებად წააგეს უნგრეთში, რუმინეთში, მოლდოვაში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ისინი აგებენ უკრაინაში და ჩვენ ერთადერთი ის დარჩენია, რომ ჩავდეთ ამ ლოგიკაში, ამ ლოგიკურ ჯარში და ამ დროს ვიდეოები დაკარგეთ. ივანიშვილის სასახლე ადგას თავზე თბილისს, ისევე როგორც ეს დიქტატურა აზრის თავზე საქართველოს და მისი მოშორება შეიძლება მხოლოდ შიდა დუქტური. და მინდა კითხო დარბას, ეს დუღილის ტემპერატურა გარკვეულწილად, ეს სიტუაცია გარკვეულწილად გეონელი ოპოზიცია პასუხობს თუ არა გამარჯვების კრიტერიუმებს. ჯერჯერობით. როცა 26 მაისის აქციაზე ბევრი მოვალეობა მისვლაზე ორგანიზატორების ვინაობის გამო, ხოლო გუშინწილად გამოდოს გამისცეს საქართველოს მისების დღის აღნიშნვაზე. 26 მაისის აქციის ორგანიზატორების დიდი ნაწილი არ მივიდა იმის გამო, ეს ხალხის მიერ იქნა მხარდაჭერილი. მთელი პარტიის მიუხედავად ლელო არის ბადრის და მამუკას ბიზნეს პროექტი. ახალი გამბიაცალო და დაუჭრთვალები ამაზე თავიდანვე შედგა როგორც ძმები გილაურების ბიზნეს პროექტი. არა გასამარჯობა, არამედ ჩემი ნაციონალური ელექტორატის ჩამოსაყრელი. მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა ნაციონალურ მოძრაობაში არსებულ ვითარებაზეც. მისი თქმით, მას არავინ არსად დაუნიშნავს. გამოთქვა უბრალოდ აზრი, რომელსაც პარტია ან გაითვალისწინებს, ან არა. ისიც გამიგო ზოგიერთისგან, რომ დახურულ წრეში მიიღება გადაწყვეტილებებიო, მიშა იზოლაციაშიო, არ არის შეიმეუბნებს წერზე, მათ შორის, რომ ნუ ესე თქვა სამართლია რა გამოცით, რომ მიშა ერთი კაცი კიდაც ერთი ხმავა რომ მაგრამ მას ბევრად გეკითხა ისმა. და ამიტომ დავშურდე პირის შევიდა როგორც ზოგიერთ ოპოზიციურ მოწოდებს და არ გამოთქვა შემოსია ბუნგრელად მომდინარე სიტუაციის გამო. მინდა ახლა დემოკრატიის ანაბარი ამ შემთხვევაში უმარტო ჩემთან ერთად. ლიდერი იმის ლიდერია, რომ მისაც აქვს ბატონო მნიშვნელობა. თუ მისაც არ დაუჭერს, ის ლიდერი არ არის. და მე იმას ვერვობ, რომ გადავწყვიტე რაღაც. მე არ არის მომიხსნი, არ არის დანიშნავს ასე. მე გეუბნები, რომ რაღაც აზრი მაქვს, გამოგვი, რომელიც შეიძლება გაიზიაროს, შეიძლება არ გაიზიაროს. იზახია მიშა და ბიზინა, ეს ამას შეიძლება იზახია. მიში და ბიზინა ერთია, ბიზინას განახორციელებს გადაწყვეტილებას, მიშას განახორციელებს გადაწყვეტილებას სამის პარტიას და ისინი რას ისურვებენ. სააკაშვილის განცხადებას უკვე უპასუხეს ლელოში თაზო დათუნაშვილის თქმით, ერთ დროს ვარდების რევოლუციის შემოქმედი დღეს საბრალო პოლიტიკოსად გამოიყურება. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე აბსოლუტურად ყველა თავის საქმეში იყვნენ წარმატებული. აი მიხეილ სააკაშვილმა ჯერ ეს ქვეყანა ჩააბარა რუსებს და ივანიშვილს, შემდეგ საკუთარი თავი ჩააბარა რუსებს და ივანიშვილს და შუაში რამოდენიმეჯერ ჩამოშალა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ერთ დროს ფრაგმანი ვარდების რევოლუციისა. თავად მიხეილ სააკაშვილს პერიოდულად გამონათებები აქვს ხოლმე საღი აზრის და ერთ-ერთი ასეთ გამონათების დროს თქვამი აქვს, რომ სხვისი ლანძღვით პოლიტიკურ კაპიტალს ვერავინ ვერ დაიგროვებსა და აი მის ამ ფრაზას ვეთანხმები და საკუთარ თავს მაინც დაუჯეროს ხოლმე პერიოდულად, ვიცი რა, რამდენად აფასებს ის საკუთარ თავს. შესაბამისად, ეს ტალახის სროლა არაფრის მომტანი არ არის, ამით დამატებით პოლიტიკურ ქულას ვერავინ ვერ დაიწერს. ჩემთვის უბრალოდ ძალიან საბრალო შესახედია ვარდების რევოლუციის შემოქმედი და კაცი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი ავტორი ნამდვილად არის, იქამდე დაეცეს, სადამდეც ახლა არის. მიხეილ სააკაშვილმა ეს განცხადებები 7 ნოემბრის საქმეზე გამართულ პროცესზე გააკეთა. მესამე პრეზიდენტს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. მუხლი 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ საქმეზე სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.